არაჩვეულებრივი საინტერესო თემით. მე სტუმრად მოვიწვია ბატონი გია კვაშილავა, გამარჯობა ბატონო გია. დიდი მადლობა რომ მოგზავნით და ძალიან სერიოზულ და მე მგონი ჩემს საზოგადოების ნაწილმა კი იცის ეს თემა, მაგრამ უმეტესობამ არ იცის რა უმნიშვნელოვანეს საკითხზე მოგვიწევს საუბარი. მე მგონი ყველა ქართველს გულში მოხვდება, რაზეც თქვენი საუბრებთ, ეს არის განსაკუთრებული რამ და ახლა კონკრეტულ თემაზე. თქვენ ბრძანდებით მათემატიკოსი, მაგრამ მთელი 17 წელზე მეტია მუშაობთ ფაქტურად ფესტუს დისკოზე, ფაქტურად გაშიფრეთ ეს ტექსტი და საერთოდ რაც არის ეს ამაზე თქვენი საუბრობთ, მე არ გავაგზავნე, მე უბრალოდ პატარა სენტიმეტრულ გადახვევას გავაკეთებ. ჩემ დეკრეტას ურთიერთობის შესახებ, კრეტა ხა რა გაგებით რომ ყველა მხატვარს კრეტა საოცნობ რაღაცად მიაჩნია, დაწყებული კრასოსის სასახლიდან მისი გენიალური ტაძრი და მისი გენიალური ფრესკებიდან დამთავრებული ელგრეკოთი. და ელგრეკო მოგახსენებთ კრეტადან იყო და თუ კი ვინმე რამე იცის მხატვრობაში, ელგრეკო წარმოუდგება კრეტა, მერე ვენეცია და შემდგომ ტოლედო. და აი როდესაც აღმოვაჩინე რომ თქვათ რაღაცა პირდაპირ კავშირები თავის დროზე შეიძლება ყოფილიყო კრეტა მიკენურ კულტურასთან და ქართულ სამყაროსთან პირველ შესაძლოა უნდა ის მაგორდეზე და პირველ რიგში ახლა ზუსტად გამსახურდა ეს წელებში აღმოვაჩინე შემდგომ კიდე ბევრი რამე დამადასტურებელი ფაქტი არსებობდა ყოველ მეცნიერები ავტორიტეტული მეცნიერები ამაზე საუბრობდნენ მე ხვდები რომ მართლაც სერიოზული კავშირი ჰქონდა ჩვენ და ამ შემთხვევაში კონკრეტულად ჩვენ და ელგრეკოს პარადოქსია მაგრამ ასე ამბობს აი თქვენი გამოკვლევა თქვენი უკვე ფაქტობრივად გამზადებული დასაბეჭდა წიგნი ამაზე მართლა ფანტასტიკურ აღმოჩენას წარმოადგენს და ძალიან გთხოვთ კონკრეტულად როდის დაინტერესდით და როგორ ამოიკითხეთ და გაშივრეთ ეს გენიალური დისკო. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ფესტუს დისკოსთან დაკავშირებით მე პირველად როცა გავეცან ინფორმაციას 17 წლის ვიყავი მაშინ ეს იყო 1999 წელს სახალხო განათლება იყო ასეთი გაზეთი და იყო სტატია სადაც გავეცანი ინფორმაციას ჰერბერტ ზებიშმა 1988 წელს საერთაშორისო კონგრესზე ბუდაპეშტში განაცხადა რომ ფესტუს დისკოს წაკითხვა უნდა მოხდეს ქართველურ ენაზე. მის შემდეგ ჩამოვიდა ბატონი ჰერბერტ ზებიში თბილისში 1990-ში და მანამდე იყო სხვა თეორიები, ვერ კითხულობდნენ ხო როგორც მე. ფესტუს დისკოსთან დაკავშირებით როგორც გაშიფრის თვალსაზრისით ძალიან ბევრი ცდილობებია სხვადასხვა ენაზე. რადგან თქვენ ახსენეთ არტურ სერაპევანსი 1900 წელს პირველად ჩავიდა და მან გათხარა კნოსოსის სასახლე. და უკვე სოფლიო გაიგო. და მან პირველად აღმოჩენის დღიდან დაიწყო ფესტუს დისკოს როგორც მეცნიერული შესწავლა. მოგეხსენებათ რომ 1908 წელს 3 ივლისს აღმოჩინეს ფესტუსის დისკო, ეს ყოფილი ქალაქი, სახელწოდება არის ფესტუსი და დისკო, რადგან მრგვალი ფორმისა, ამიტომ დაერქვა. მისი სისქე არის 3 სანტიმეტრი, დიამეტრში არის 16 სანტიმეტრი. ორივე მხარეზე არის დაბეჭდილი. ეს არის სველი თიხაზე, ჯერ აიღეს ოქროს ყალიბები და დარტყმის შედეგად მიიღეს ფიგურები, ამოიბურცა და მერე გამომწვარი ცეცხლში. დროთა განმავლობას გაუძლო ამ ფესტუსის დისკომ და ჩვენამდე მოაღწია. მის შემდეგ, როგორც მოგეხსენებათ, სერაპევანსმა პირველად გამოთქვა ყველაზე საინტერესო ვერსია, რომ ფესტუსის დისკოს წარწერა ეს შეეხება საგალობელია დედაღვთაებისადმი მიძღვნილი ანატოლიური ღვთაებაზე საუბარი. ანატოლიური დედაღვთაება ეს არის ზოგჯერ რეაკიბელა ან შეიძლება ვთქვათ ნანა. ეს ღვთაება ხეთებშია შემონახული. ჩვენთანაც იყო ეს ღვთაება. ბევრი არქეოლოგიური მასალაა დასტურებული. ღმერთების დედა. ღმერთების დედა, 1000 ღმერთის დედა არის თვითონ რეაკიბელე. საერთოდ კრეტა საინტერესო არის იმ კუთხით, რომ თვითონ ზევსი, არაბერძნული წარმოშობის ზევსი დაიბადა დიხტეს გამოგვაბულში და იმ ადგილს ლაზითი ქვია კიდევ დღემდე. სასწაულია. დაბადების პროცესში სწორედ ხდება ასეთი მითოლოგიური ინფორმაცია გვაქვს ჩვენ ბერძნული მითებიდან, რომ რეაკიბელემ როცა შვა თვითონ ზევსი მაგ დროს იცავდნენ მამისგან, კრონოსისგან, რომ არ გადაეყლება შვილი კორიბანდები. კორიბანდებთან დაკავშირებით ჩვენ გვეუბნება სტრაბონი, რომ ესენი არიან კოლხები ან მარგიანატან. მარგიანა მოგეხსენებათ, რომ არის ჩრდილოეთ ავღანისტანი და მას ორიგინალში ქვია მარგუ, რაც თანამედროვე ქართულად ითარგმნება მოაზისად, მიწათმოქმედად.
შესაძლებელია სამი კავშირში იყოს მეგრელთან, მარგალთან, მარგულთან. თუმცა ეს არ არის დადასტურებული ჯერჯერობით. ფესტოს დისკოს ნახატნიშნები ძალიან გავს უკვე არქეოლოგიური მასალით ნაპოვნი ნიმუშებით ჩვენს ნიშნებს. ეს არის გამოხატული უფრო გვიან საეკლესიო ჩუქურთმებზე არის საუბარი. ძველ რუკებშიც არის ეს ნიშნები მოცემული, მაგალითად იქ მუზარადი არის ნახატნიშანი ფესტოს დისკოზე და ასევე ოქროს საწმისის, ანუ ვერძის ან შესაძლებელია ხარისწყავი იყოს. ეს ევსტროფის სოფლიო რუკაზე არის აღნიშნული. ჩვენ პოულობს სხვა ნახატნიშნებს, რომელიც დადასტურებისთვის საჭიროა, რომ ყოველივე ნახატნიშანს გაერკვეს სხვა რამაში, რომ არ აურიოთ და ყველა არქეოლოგიურ მასალა ჩვენ ვიპოვეთ აბსოლუტურ ნიშანია. სულ ფესტოს დისკოზე განსხვავებული არის ჩვენი კვლევით 48, საერთოდ სერატო რელანსი მიიჩნევდა 45-ია. 48 იმიტომ აჩვენდა, რომ 3 ცალკე გამოვყავით. კომპოზიტებია ხო სხვადასხვა. საერთოდ ფესტოს დისკოზე არის 254 ნიშანი. ძალიან ლამაზი არის იმ თვალსაზრისით, როგორც მათემატიკურად ეს არის 10-ის კვადრატს პლუს 12-ის კვადრატი. თუ დაუმატებთ 11-ის კვადრატს, მივიღებთ წელიწადის დღეთა რაოდენობას. ამიტომ მიაჩნდათ, ხო არ არის ფესტოსის დისკო როგორც კალენდარი. თანაც ფესტოს დისკოს აქვს ერთ მხარეზე 31 უჯრა, მეორე მხარეზე 30 უჯრა. სულპირატო შეხედა მასე კალენდარი გონია, მსგავსი არის მაიას აზტეკებსაც. კარეთაწრეზე არის 12 უჯრა და ამიტომ მიაჩნდათ, რომ ხო არ არის კალენდარი. სწორედ აქ კალენდარიც არის გათვალისწინებული, იმიტომ რომ საგალობელი იგება ასეთ ნიშნულობით, ასეთი ფორმებით. და ერთ მხარეზე მზის ნიშნით იწყება, ეს ვარდულია აია, მეორე მხარეზე მთვარის ნიშანი მუზარადი. ეს შესაბამისი არქეოლოგიური მასალების შეჯერების შედეგად ვამტკიცებთ. და თვითონ ამ ვარდულს სუხანსაბადს გვეუბნება, რომ ეს არის მზის ნიშანი. ხო, ვარდული თვითონ თავისი მეთქი. და ეს ჩუქურთმებს ჩვენთან საკმაოდ ბევრჯერ ხდება, მაგალითად წიგნები, კვლევები არსებობს, მაგალითად არქეოლოგიური კვლევების არქიტექტურაში არის ლონგინონ სუმბაძის წიგნი დედაბოძებზე ეს ნიშნები გამოხატულია. ასევე კოლხურ ოდასახლებშიც ჩუქურთმებში ხდება ეს ნიშნები. არის ხშირად არის საერთოდ გავრცელებული იგივე ამაზე დაკავშირებული ქალბატონი ვერაბარდაველის წიგნშიც არის მოცემული. დიახ, ეს ძალიან ჩვენია პირდაპირ გაგებით შეიძლება ითქვას. მე ამდენ ჩვენ ნანახი ორიგინალი არა გაქვთ. ორიგინალი ჩვენ არ გვინახავთ, იმიტომ რომ თვითონ ამ ორიგინალს ნახვა ჩვენთვის შეუძლებელი გახდა, იმიტომ რომ კრეტაზე ვერ ჩავედით. ისე საოცრება. ისე მოგეხსენებათ, რომ ეგვიპტური იეროგლიფების გამშიფრავი ჟან-ფრანსუა შამპოლის თვალისწინად ნახია. შამპოლიონი არის ჩასული ნამდვილად, მაგრამ და თვითი ლადიკავკაში არის ხო ასლი თუ მსგავსი რაღაც ნაპოვნი ერთ-ერთი სახლის საძირკველში. ლადიკავკაში აღმოჩინეს 1992 წელს, 1880 წლის შენობის სარდაფში, მაგრამ ნიში შესრულების ტექნოლოგია როგორც ასეთი ძალიან სუსტია, ამოკაწრულია. ამოტვიფრო არ არის. იგივე ტექსტი ჩანს თუ ასლია თუ ანალოგიურია, ცოტათი განსხვავებებია უჯრებში, თორემ ტექსტი იგივეა. ნატეხია ეს დიდი მთელი ფიგურის ნატეხია.